გთავაზობ, რომ ერთი დღით ბიჭების კლუბის კაპიტანი გახდე. რა? არაა პრობლემა. ვერ გავიგე? თუ ამინა ბიჭების კლუბს უხელმძღვანელებს, მაშინ ვინ იქნება ჩვენი კაპიტანი? მე ვიქნები ჩვენი კაპიტანი. სერიოზულად ამბობ? სერიოზულად ვამბობ. გამარჯობა გოგოებო. გამარჯობა მწვრთნელო ამინა. გოგოებო, თქვენი კალათბურთის ფორმები ვიყიდე. ახალი უნიფორმა? რა კარგია რომ ამინას კლუბში დროულად მოვედი. ერთნაირი ტანსაცმელი ჩავიცვათ? გაბი, ეს შენთვისა. მადლობა ამინა. შენი ფორმა. მადლობა. და ეს შენია ლორა. მადლობა. ჯანდაბა, ეს პატარა სულელი მათ ფორმებს აძლევს. ყველაფრის ფასად მომხვდები მათ კლუბში. კარგი გოგოებო, დღეს ბიჭებზე ვისაუბრებთ და გავარკვევთ, ვის როდის ქონდა პირველი კოცნა. ბიჭები, მე მიყვარს ბიჭებზე საუბარი. მეც მოუთმენლად ველოდები ბიჭებზე საუბარს. ბევრი რამ მაქვს სათქმელი. ლორა, პირველი გვეტყვის. როდის დაიწყე ბიჭთან ურთიერთობა? 11 წლის ასაკში მე ბიჭთან დავიწყე ურთიერთობა, მაგრამ არ ვკოცნიდით. ლორა, 11 წელი კოცნის გარეშე. როდის გაკოცა მან პირველად ლორა? ეს საიდუმლოა. შენ რა სიტყვი გაბი? როდის დაიწყე ბიჭებთან ურთიერთობა? მოკლედ, 12 წლის ვიყავი და მან მაკოცა კიდეც. მართლა? კი, არ გატყუებთ. გაბი, 12 წლის აკოცა. ჰეი, შეხედეთ, კამილი მოდის. გამარჯობა ბიჭებო. ბიჭებო, მე წავიკითხე ჩვენი გამომწერების კომენტარები. ყველა წერს, რომ ჩვენ გვაქვს ყველაზე მაგარი ბიჭების კლუბი. ჰო! ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენი გულშემატკივრები საუკეთესოები არიან. დიახ, ვთხოვოთ გამომწერებს მოიფიქრონ სახელი ჩვენი ბიჭების კლუბისთვის, კარგი? დაგვიწერეთ თქვენი სახელები კომენტარებში. ჩვენ კი ვეცდებით საუკეთესო ავარჩიოთ. შენ ლუზერი ხარ და დიდხანს ვერ იქნები ჩვენს ბიჭების კლუბში, გაიგე? მე სუთხარი კამილს, რომ ლუზერები ჩვენი კლუბიდან გააძეოს. მწვრთნელო კამილ, გთავაზობ, რომ ლუზერები ჩვენი კლუბიდან გავყაროთ. ისინი აცდენენ შეხვედრებს. ხო, სად არის ბუშტი? არ გამაგდოთ რა, მე კლუბის არც ერთი შეხვედრა არ გამიცდენია. შეგიძლიათ ბუშტი და დილანი გააგდოთ. მე ლუზერების წინააღმდეგი ვარ. გამოიცანით რა მოხდა ბიჭებო, ველოსიპედი გამიტყდა. კლუბის შეხვედრაზე რომ არ დამეგვიანებინა, სირბილით მომიწია წამოსვლა. აი, დაგვიანებულიც მოდის. რა ვუყოთ დაგვიანებულებს? სასჯელი. წესებია. აუ, ჯობია სახლში წავიდე. ეს დაემართება ყველას, ვინც ამის შემდგომ დააგვიანებს. პოლი შემდეგია. კითხვა მაქვს, სად არის ჩემი ფორმა, ჰა? განა ეს ადრე არ გითხარი? ფორმას მხოლოდ კლუბში გაწევრიანების შემდეგ მიიღებ. გითხარი, ფინანსური პრობლემები მაქვს, მაგრამ ძალიან მინდა ამ კლუბში გაწევრიანება. თუ უფასოდ აგიყვან ჩემს კლუბში, მაშინ ეს სხვა გოგონების მიმართ უსამართლობა იქნება. იცი რა? აქ დავრჩები და არცად არ წავალ. აბა უბრალოდ ეცადე აქედან წამიყვანო. მოიცადე პონაჩკა, შენ რა განსაკუთრებული ხარ? ან იქნებ უხილავ გვირგვინს ატარებ. ამ კლუბში გასაწევრიანებლად მე $10 დავხარჯე. შენ კი გსურს უფასოდ გაწევრიანება? შენი ფული არ მაინტერესებს. ეს არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. გასაგებია თუ არა? ეს უსამართლობაა, პონკა. ნუ გვაწუხებ. არ წავალ. მეც კლუბის წევრი ვარ, გასაგებია. გოგოებო, დაანებეთ თავი, იყოს აქ. არა, ის კლუბის წევრი არ არის. ის აქ არ დაჯდება. კი, დროზე გადი კლუბიდან. გაგიზდი, თუ რა ხდება? კლუბიდან ვერ გამაგდებ. მეც შენსავით გოგო ვარ. ფეხებზე მაგრად მოუჭირეთ და ხელებს გაუშვებს. ის მკბენს. ლუზერები ჩვენს კლუბს არ ეკუთვნიან. გამიშვი, ვერ მომიშორებთ. ბიჭებო, შეხედეთ, გოგონებს უკვე პრობლემები აქვთ კლუბში. როგორც ჩანს, მათი კლუბი მალე დაიშლება.
ბიჭებო, ეს თქვენი საქმე არ არის. ეს ჩემი კლუბია. მე თვითონ გავარკვევ. ჩვენს კლუბში არასოდეს გვაქვს ასეთი პრობლემები. ჩვენ არასდროს ჩხუბობთ, არა ბიჭებო? ჰო, კამილი ჩვენი კაპიტანია და მან იცის როგორ უნდა მართოს გუნდი. გინდა თქვა რომ მე არ ვიცი როგორ მართო ჩემი კლუბი? შენს კლუბში უკვე ჩხუბი გქონია. ეს ნიშნავს რომ არ იცი მისი მართვა. ჩვენს კლუბში არავინ ჩხუბობს და არავინ აგვიანებს და ვინც დააგვიანებს, ის დაისჯება. ჩვენ კმაყოფილები ვარ ჩვენი კლუბის კაპიტანით. კი, დღეს ფორმატ კი მოხდა. და თქვენ არ გაქვთ. ბიჭების გუნდის მართვა ადვილია. თქვენ ხოლმე მანქანებზე და გოგოებზე საუბარი იცით. სად არის ჩემი უნიფორმა? შეგიძლია ერთი წუთით დაივიწყო? გაიგე კამილ, ისინი ამბობენ რომ სხვა არაფრის უნარი გვაქვს. კარგი ამინა, რადგან ფიქრობ რომ ჩემი კლუბის მართვა ძალიან მარტივია, მაშინ გირჩევ ერთი დღით ბიჭების კლუბის კაპიტანი გახდე. რა? არაა პრობლემა. თუ ამინა დღეს ბიჭების კლუბს უხელმძღვანელებს, მაშინ ვინ იქნება ჩვენი კაპიტანი? მე ვიქნები თქვენი კაპიტანი. სერიოზულად ამბობ? სერიოზულად ვამბობ. ვაუ, გოგოებო, კამილი ჩვენი კაპიტანი იქნება. ის ჩვენთან გამკლავებას ვერ შეძლებს. სად არის ჩემი უნიფორმა? შეგიძლია დაივიწყო ეს შენი ფორმა. დღეს მე თქვენი კაპიტანი და თქვენი კლუბის მთავარი მოთამაშე ვიქნები. რა ბედნიერები ვართ? ბენს, როგორ აპირებს ის კლუბის მართვას, თუ ჩვენ შესახებ არაფერი იცის? მას ეს არ გამოუვა. მას გონია რომ ეს ადვილია. ახლავე შევაჩერებ მას. ლა 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 ლა. კიდევ ერთხელ დავინახავ რომ ასე იქცევი და კლუბიდან გაგაგდებ. გასაგებია, ჩემი ყური. როგორ ხარ ძმაო? კი ნახა ყური მომაგლიჯა. დღეს რაღაცას გასწავლეთ. დარწმუნებული ვარ, კამილი ამას არ გასწავლედათ. სინამდვილეში ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. მაკიაჟის გაკეთება ნამდვილად არ იცით. ასე რომ ახლა ტუჩებისთვის პომადა გვჭირდება. პომადა არ მჭირდება, მე გოგო არ ვარ. იქნებ კლუბიდან გაგდება გინდა ფაზლ? არა, არ მინდა. ნუ იკამათებ ხო და გააკეთე ის, რასაც გეტყვიან. ნიშნულოვანია რომ პომადა იდეალურად წაისვათ. დენს შეხედე, გონი ეს კარგად გამომდის. მე სწორად ვერ ვაკეთებ. პირველისთვის არც ისე ცუდია. ახლა კი მოდით, ჩრდილები წავისვათ, რომ თვალები კიდევ უფრო ლამაზად გავხადოთ. წვრთნელო კამილ, როდესაც კლუბ შეუერთდი, დამპირდნენ რომ საიდუმლოებებს გაუზიარებდით ერთმანეთს. კი, როდის დავიწყებთ ამ გოგოს კურთემებზე საუბარს? კი, ტყუილად გადავიხადე $10. მორჩი ტყუილებს პონკა. შენ კლუბში უფასოდ ხარ. გოგოებო, მაკიაჟისა და საიდუმლოებების განხილვა ძალიან მოსაწყენია. მანქანებსა და გოგოებზე ვისაუბრებთ ახლა? არა, კიდევ უფრო უკეთესი. მე თქვენგან საძმოს შევქმნი. საძმო? ჩვენ გოგოები ვართ. მერე რა, გოგოების საძმო გვეყოლება. დავიწყოთ მთავარი რამით. მაჩვენეთ როგორ ესალმებით ერთმანეთს. ასე ვესალმებით ერთმანეთს. გამარჯობა საუკეთესო მეგობარო. ეს მისალმებაა? მე გაჩვენებთ რა არის ნამდვილი მისალმება. ლორა, მოდი აქ. რატომ არ მოსწონს მას ჩვენი მისალმება? მე შეიძლება? ვერ გაიგე პონკა. წვრთნელმა კამილმა თქვა ლორა. ჩვენ ვიღებთ ხელის გულს და ჩააფურთხე? ხელის გულში ჩავაფურთხო? დიახ. კარგით გოგოებო, ახლა თქვენი ჯერია. წადი და ივარჯიშე ლორა. აუცილებელია ხელის გულში ჩაფურთხება? ჰიგიენური სულაც არ არის. რა თქმა უნდა, საქმეც ამაშია. ამას ფურთხებით ხელის ჩამორთმევა ჰქვია. ასე ესალმებიან ერთმანეთს საძმოს წევრები. ხო, გონი ცუდი არ არის. რა ჯანდაბა, საერთოდ არაფერი გამომივიდა.
დენ, საშინლად გამოიყურები. შესანიშნავია, ახლა კი მაკიაჟი ჩამოვიბანოთ და დარბაზში უკანალების გასავარჯიშებლად წავიდეთ. ეს რა არის? ფიტნეს ჟღუტი. რა შეგვჭირდება ისინი? ჩვენ კალათბურთელები ვართ, დუნდულების ვარჯიში არ გვჭირდება. ხო, ჩემი უკანალი საკმაოდ კარგ ფორმაშია. და აქ დაჯექი, შეწყვიტა უკანალის ქნევა, ჩემ ცხვირწინ, ჯანდაბად. უკამილმა გაიგო, რომ ფიტნეს ჟღუტებით ვავარჯიშებ დუნდულებს, კალათბურთის ბურთებს ვეღარასოდეს დავინახავთ. ეს გამორიცხულია, ბიჭებო. აიღეთ თქვენი ფიტნეს ლენტები და გამომყევით. ბიჭებო, რაც შეიძლება მალე დავაბრუნოთ კამილი. უკვე ვნანობ, რომ მათ ადგილები გაცვალეს, იცი? კარგია, რომ ეს სამუდამოდ არ არის. ბიჭებო, მომყევით. 958, 959 და 1000. ახლა კი ბიჭებო, 5 წუთიანი შესვენება და 1000 ხტუნაობა. ჩემი უკანალი, შვენიერია, რომ დღეს ჩვენი მწვრთნელი იყავი. დღეს ბევრი რამ გვასწავლე. იქნებ ჩვენ მწვრთნელად დარჩე? ბოდიში გოგოებო, ჩემს ბიჭებს ჩემს გარეში არ შეუძლიათ ყოფნა. კარგი. ბიჭებო, აქ დამელოდეთ, დაბრუნდები და ვარჯიშს გავაგრძელებთ. უკანალს აღარ ვივარჯიშებ. რა ხდება, კამილ? გოგოებს როგორ უმკლავდები? შვენივრად, გოგოებო, კარგად ვართ? ჰო, კამილმა ჩვენ ძმური მისალმება გვასწავლა. შეხედე? ძმური მისალმება? ჩემს ბიჭებს კარგად უმკლავდები? რა თქმა უნდა, მაკიაჟის გაკეთება ვასწავლე და ფიტნეს ლენტებით დუნდულები გაივარჯიშეს. მაკიაჟი? ფიტნეს ლენტები? რა გააკეთე მათთან? მეგობრებო, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ხალხური ადანოთ ჩვენს ახალ სერიებს. ნახვამდის ყველას! Say no, not like you, I don't think that you get it.